დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეო გვექნება. ძალიან გემრიელია, ბიჭო, ყველა ვაძაობ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩამოვედი სოფელში, ერთი კვირა არ ყოფილვარ და უკვე საკმაოდ გაიზარდა ბალახი. დღეს ვაპირებ, რომ ეზო მოვაწესრიგო, დავალაგო ყველაფერი, ამიტომ უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე, არხი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად და დავიწყოთ მოკლედ წავალ, ხა გამოვიცვლი ამ ტასაცმელს და დაგიბრუნდებით მალევე. მოვედი მეგობრებო. მოსათიბად დაგჭირდება რაც შეიძლება ძველი ტასაცმელი, გადასაგდები ტასაცმელი, რომ ეგრევე გავიხადოთ, ჰოპ, გადავაქნიოთ ეგრევე ნაგავში. ხელთმანები აუცილებლად და დავიწყებთ ახლა მოკლედ ბენზოსათიბი დაგჭირდება, რომელსაც შემოვიდან. აი ესეთი სათიბი დაგჭირდება, სტანდარტული. წინა ვიდეოში კი გითხარით, რომ გრილის აწყობა უნდა გადავიღო, მაგრამ სამწუხაროდ სვარკის აპარატი იგვიანებს შინეთიდან ვერ ჩამოვიდა და ამიტომ ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად გადავიღებთ გრილის აწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაგარი და უზარმაზარ კერძებს მომამზადებთ ხოლმე. ნახეთ ახლა როგორ წევს აქ ჩვენი 8 თითა ერჭოვა აქ ეკლები და რაღაცეები და ამიტომ უნდა მოუწესრიგოთ რა. აი ესეთი არის ახლა ჩვენი გაუხერხებული ბალახია ამოსული. აქეთ ესეთი სივრცე მოუწყია მამა ჩემს. ჩემი ბიჭიო, ღიაცის ქვეშ რო იღებსო ვიდეოებსო, თავში მზე რო არ დაეცესო. ამიტომ ასეთი პალატკა გაშალა. ჩვენი ლეგენდარული გრილიც აქ არის. ახლა დავიწყოთ გათიბვა. და ნახოთ როგორი შედეგი გვექნება. აბა, თავიდან ამოვქოქოთ, გადავიკიდოთ და დავიწყოთ. ეს ზემოთ უნდა იყოს ამოწეული. ასე გამოიყურება ჩვენი ეზო გათიბვის შემდეგ დავასრულეთ გათიბვა. ახლა რაც დაიყარა ბალახი მაგას გამოვიტა. შემდეგ კარგად მოურწყავთ ან აგრილდება და დავიწყოთ ძალიან გემრიელი კერძების მომზადება. ფოცხი სად არის? ყოვა ფოცხი. საით? წავედით მეგობრებო, თან დაგათვალიერებინეთ ბაღს და თან ფოცხი ამოვიტანოთ. 8 თითაც გავიყოლოთ. წამო წამო ნადირო. ესე მოვასუფთავეთ. ჩვენი ეზო შეძლების და გვარად მოკლედ. ეხლა რო გქონოდა ბორბლებიანი სათიბელა, აი ამ ნადირს უფრო კარგად გავუსუფთავებდით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი არხი რო გაიზრდება, უფრო მეტი გამომწერი მომემატება, გამოჩნდებიან სპონსორებიც. წავედით 8 წავედით, ესეთი უაზები გვაქვს. ვენახი, აქეთ ხეივანი, რომელიც ნელ-ნელა გადაიშლება. ვინც არიცით ამ სახლის ისტორია, თითქმის მიტოვებული სახლი ვიყიდით. დაახლოებით 3-4 წლის წინ და აი აქ ვერც შემოხვიდოდი ისეთი სიტუაცია იყო. თლიანად იყო აკაციის ხეები და ახლა ნახეთ როგორი ბაღი გავაშენეთ. ჩემი ხელით არის დარგული ეს თითოეული ატმის ხე. უკვე ნახეთ რომ ხელები გაიზარდა. იქით მამა ჩემი შრომობს. წელს ნახევარზე მეტი გაიყინა ატამი. ამიტომ ძალიან ცოტა მოსავალი გვექნება. წინა წელს საერთოდ არ გქონდა და წელს მაინც რაღაცა მოვა. აქეთაც ვენახი გვაქვს. საომავლოდ აქ უკანა მხარეს მინდა რომ ერთი კოტეჯი ჩავდგა. ატმის ყვავილობა არის ულამაზესი გაზაფხულობით. სულ გადავარდისფრებულია ხოლმე აქ ყველაფერი და ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს. ეხლა დიდი ხანი არ ყოფილვარ სოფელში და ამიტომ უნდა დავალაგოთ. აუ, ეს კარები ჩაკეტილია ხათო, თუ არა? ყობა, ეს კარები ჩაკეტილია? აუ, გადაო ჩემი. წავედით ეხა ისე უკან ბრუნდებით, გასაღები უნდა ავიღოთ. არ მეგონა დაკეტილი თუ იქნებოდა. გასაღები მინდა. წავედით ეხა მეგობრებო, ფოცხი ავიღოთ. კარგად გამოფოცხოთ ჩვენი ეზო. ფოცხი არ არის? ფოცხი არ არის აქ. ფოცხი ვერ ვიპოვეთ. ბაღზე გავიაროთ ესე ჩვენს ლამას ატმებთან. კაკლის ხე გვაქვს აქეთ. უი, ნახეთ მეგობრებო. აგერ როგორი მსხლები გვაქვს. ესა რომელი ჯიში არის? ვინა? ვინ არის? პატარძალა ქვია ამასა.
პატარძალასა ნახე. როგორ მოუსხია. პატარძალა რატო ქვია? გვერდი აქვს წითელი. პატარძალს ან პირველ ღამეს რო აქვს წითელი თუ რატო? რატო დაარქვეს ე? გოვა. მითხარი. მოდიაკ რატო დაარქვეს ე? პატარძალსა წითელი აქო. ოპა, აი აწმებით. აბარე არის კიდე ქლიავი. აგერ ქლიავი გვაქვს. ეს მალე. ვა, ჩავიფალიჩი. აქ წყალდიდობა. ეს რა არის? გარგარი? თუ ეს ატამია, დაჩაგრული ატამია ეს, ხო? ვერ გაიხარა. ხმება, აი ლოკოკინები აქვს. შევაცალოთ ლოკოკინები. აქ ლოკოკინები აქვს. ვერა, რაღაცა ეს დაიჩაგრა, არა კობა? ჯოი, ატამი. აუ, ეს ვაშლატამა, შენს მომას ვიცავარ, რამზერი მეძირი ჩავგეიდე. ეს შევჭამოეგრევე? მოიტა აქვე გავურეცხოთ. აი ეს არის სოფელი, აქვე გარეცხავ ესე. ჩემო მეგობრებო. და ესე გემრიელად ჩაახრამუნებთ მოწყვეტილს. ძალიან გემრიელია, ბიჭო, ხვალ გაძავ. გონი ეს არის ყველაზე დიდი ატმის ხე, აი ეს. ნახეთ ამ ხელა. მაგრამ ამას ხლავს ხოლმე თან მამა ჩემი რა, ბოლომდე არ უნდა გავუშვა ატამი, რომ არ შეიძლება ბოლომდე გაშვება. ეს ძალიან მაღალია, არა კობა რაღაცა ეს ატამი. ანუ ეს არის ვაზის რქისგან გახარებული ვაზი, რომელმაც მოისხა ესეთი ლამაზი ყურძენი თითა. თითა ეს თეთრია? თეთრი თითა. თიდან თითა. ყვავილების ხელაო. ჩვენი ადგილიც მოვასუფთავოთ, სადაც დღეს ძალიან გემრიელობებს გადავიღებთ. გვექნება გემრიელი კიტრი პომიდრის სალათი, ასევე გვექნება ძალიან გემრიელი ცეცხლზე პირდაპირ ცეცხლზე მომზადებული მჭადი, გვექნება ასევე პირდაპირ ცეცხლზე გაკეთებული კარტოფილი, ყველი რა თქმა უნდა. მჭადს უხდება ყველი. ამიტომ ბოლომდე უნდა უყუროთ ჩემო მეგობრებო ამ ვიდეოს, უნდა დაალაიქოთ, რა თქმა უნდა და გამოიწეროთ ჩემი არხი. სულ ცოტა გვაკლია 1000 გამომწერამდე. ამიტომ გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, ჩემი არხი. ცოტა ხანი დავისვენებთ, 8-ით წავეთამაშებით. მეგობრებო, თუ მოგწონთ ასეთი ვიდეოები, ასეთი ვლოგები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ასეთ ვიდეოებზე. ანუ არ მინდოდა რა დღეს ეგრევე საჭმლის მომზადებით დამიწყო და ზოგადად არ მინდა რომ ისეთი არხი მქონდეს რა, რაღაცა რეცეპტები გავცე და ანუ არავის არაფერს არ ვასწავლი საერთოდ. არც მე არ ვიცი კარგად არაფერი, უბრალოდ მევასება რაღაცების მომზადება და მოკლედ ესე ერთიანად რაღაცებს გავაკეთებთ რა. ამიტომ არ მინდა რომ ძალიან კულინარიულ გადაცემას დაიმსგავსოს ჩემი არხი და უფრო ასეთი რაღაცა ბუნებრივი იყოს, რაღაცები ერთად ვისწავლოთ, ვიხალისოთ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერსაც როგორ ამკომენტ. ამ ყველაფერსაც მაგიტო ვაკეთებ, რომ უფრო სახალისო გამოვიდეს ჩემი ვიდეოები, ერთად გავერთოთ და ვისიამოვნოთ. მოკლედ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ თან, რომ ძალიან მიყვარს ზოგადად ვიდეოების გადაღება, დამონტაჟება. ანუ ძალიან დიდი ხანია მინდოდა YouTube-ის დაწყება და როგორც იქნა დავიწყე და რა მგონია, რომ ისეთი ნორმალური ვიდეოები მაქვს. ამიტომ მინდა რომ თქვენ შეაფასოთ ეს ყველაფერი და დამიწეროთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ჩემი კონტენტი ზოგადად რა. მოვთივეთ ეზო გავასუფთავეთ, გავალამაზეთ ჩვენი კარმიდამო. ეხა გემრიელს უნდა მივირთვათ. რაც ყველა ძალიან გვიყვარს საფხულში იმ კერძებს მომზადებთ. დღეს გვექნება ტაფაზე
რთუჯის ტაფაზე მომზადებული გემრიელი კარტოფილი, ასევე გვექნება კიტრი პომიდორის სალათი და გვექნება ჭადი და ყველი. დავიწყებთ ახლა მომზადებას, დავანთეთ ცეცხლი პირველ რიგში და დავყრით კარტოფილს, რადგან ყველაზე დიდი ხანი ჭირდება კარტოფილის მომზადებას, ამიტომ პირველ რიგში კარტოფილით დავიწყებთ. დავჭრათ კარტოფილი, ჩვეულებრივად, სტანდარტულად. ასე. გრძლად. ჩვენი კარტოფილი დღეს იქნება პაპრიკით და დაღერღილი წიწაკით. ცოტა ცხარე გავაკეთოთ, რადგან კარტოფილს უხდება ცოტა სიცხარე. ზაფხულში ყველაზე სასიამოვნოა ტაფაზე გემრიელად მობრაწული კარტოფილი, გემრიელი კიტრი პომიდორის სალათი და კარგი ყველი და მჭადი. ამაზე კარგს ზაფხულში ვერაფერს ვერ შეჭამთ. ჩემო კარგებო, შემდეგ ვიდეოში, როდესაც გრილს ავაწყობთ, აუცილებლად ძალიან მაგარ სტეიკებს შევწავთ, ძალიან მაგარ მწვადებს შევწავთ. ამათ ჩემი მეუბნება, რომ ცოტა გაგვიჭირდებაო ამ გრილის აწყობა, მაგრამ მე მაინც არ დავნებდები და აუცილებლად ავაწყობ ძალიან მაგარ გრილს, რადგან ფასები რომ ნახე, ისეთი ფასები აქვს, დაახლოებით 2000 ლარიდან იწყება ისეთი გრილი, როგორც მე მინდა რა. რატო უნდა გადავიხავთ 2000 ლარი, როცა შეგვიძლია დაახლოებით 200-250 ლარად უზარმაზარი, ძალიან მაგარი გრილი ავაწყოთ, რაც შეიძლება ბიუჯეტურად. დავიწყოთ ახლა კარტოფილის მომზადება. პირველ რიგში ტაფა დავაგდოთ. ასე. კარგად გახურდეს ჩვენი ტაფა. ეს წყალი გადავაქციოთ. ხეს დაუსხათ, აღარ გვჭირდება. ტაფა გახურდება, დავყრით კარტოფილს, შემდეგ დავიწყებთ ჭადის ფქვილის მოზელვას, დაგვჭირდება კლასიკურად წყალი და მარილი უბრალოდ, კარგად შევაზელთ ამ ყველაფერს ერთმანეთს და როდესაც კარტოფილი იქნება მზად, იგივე ტაფაზე შევწავთ ჭადსაც. შემდეგ სალათსაც დავჭრით, გემრიელად ყოს ჩავჭრით, კარგ პურს გავიტეხოთ, პატარა ყვალი, პატარა პური და რაღაცა იქნება. ძალიან გემრიელი სუფრა გამოგვივა, ჩემო კარგებო. დავიწყოთ ტაფაზე კარტოფილის დაყრა. ასე გემრიელად. მოვაყაროთ აუცილებლად მარილი. ასე. და როგორც გითხარით, დავაყაროთ პაპრიკა და დაღერღილი წიწაკა. ასე. სანამ ჩვენი კარტოფილი ტაფაზე გემრიელად შიშხინებს, მანამდე დავიწყოთ ჭადის ფქვილის გადაზელვა. დაგვჭირდება წყალი, ცოტა წყალს გავუკეთებთ ჯერ და მარილი. მარცხენა ხელი გვაქვს სუფთა, მარჯვენა ხელს გავუშვებთ და დავიწყებთ ამით მოზელვას. შევატყეთ რომ მშრალია და დავამატეთ წყალი. ჭადის ფქვილი უნდა იყოს აუცილებლად კარგი. უნდა გავცრათ, ეს წინასწარ უკვე გავცერი და რა თქმა უნდა იყოს კარგად მოზელილი. ეგ ორი პირობაა, რომ გემრიელი ჭადები გამოგვივიდეს. ჩვენი 8 თითაც გვალნიში ყავს, რა თქმა უნდა, ჩვენს გვერდით არის. დაიღალა დღეს წოლით. არ მოვაკვიჩო. არ მოვაკვიჩო შემაიმუნო, როგორ უყურებს ამაცერად. კარგად მოვზილავთ ჭადს და კარტოფილი რო შეიწება გემრიელად დაუშვებთ ტაფაზე ამასაც. ბოლოს სალათს დავჭრით და მე და მამიკო შემოვსხდებით სუფრას. დამღლელი დღის შემდეგ სოფელში სუფთა ჰაერზე გემრიელად მივირთმევთ. კომპანიებს მივმართავ მეგობრებო, ჯერჯერობით არ მყავს ბევრი გამომწერი, მაგრამ თუ რომელიმე კომპანია ისურვებს ბარტერს ან ჩემს არხთან თანამშრომლობას, ძალიან კარგი იქნება. რადგან დაეხმარებით ახალ არხს განვითარებაში და წინსვლაში. მე გაჩერებას არ ვაპირებ, მე ეს საქმე მიყვარს, ვიდეოების გადაღება ძალიან მიყვარს და ვაპირებ ასე გაგრძელებ. 1-2 წუთიც და ეყოფო ჩვენს ჭადს მოზელვა. კარტოფილი არ უნდა დაგვეწოს ამასობაში, უნდა ამოურიოთ. სანამ ჩვენი კარტოფილი იბრაწება, ცოტა ხანი წამოვწებით, დავისვენებთ. 8 თითაც მოდის. შენ ხო არ დამეღალე ნადირო? ხო არ დაიღალე? დაჯექი. დაჯექი. ნახე როგორ მეკრიჭება, ნახე. დაჯექი, დაისვენე. ასე.
ნახეთ როგორი მიბრაწულია. კარტოფილი მომზადდა და დავიწყებთ ამოღებას და შემდეგ დავყრით ჭადებს. ძალიან გემრიელი ჭადებს. ვა, 1-2 წელი ჩაგვივარდა შეგნით. გავუშვებთ ახლა ჭადებს, ფორმებს მივცემთ ასეც. ერთი GoPro მინდა რა, აქ რო დავიმაგრო, რომ თან გაჩვენოთ ხოლმე ხელებშიც რას ვაკეთებ. წავიდე ტაფაზე. პირველი მჭადი წავიდა. სანამ ჩვენი მჭადები იბრაწება, დავიწყოთ კიდრი პომიდორის სალათის მომზადება. პომიდორი დავჭრათ ესე ლამაზად. კომენტარებში აუცილებლად იაქტიურეთ, დაწერეთ რა კერძები გვინდა რომ გავაკეთოთ. ან ზოგადად რა გავაკეთოთ. ცოტა მარილი მოვაყაროთ ჩვენს სალატს. ასე. კარტოფილი მზად გვაქვს, სალათი მზად გვაქვს, ველოდებით მჭადებს, ყველს გამოვიტა, გემრიელად დავჭრი, კარგად ჩაუსხდეთ და დავაგემოვნოთ რა მოვამზადეთ, ნახოთ. ასე გამოიყურება ჩვენი მჭადუკელები, ამოვიღებთ ახლა უკვე მზად არის თითქმის და დავაგემოვნებთ. ჩვენი კარტოფილიც აქ არის, გემრიელი სალათი, გემრიელი ყველი, ტყემალი. როა თითა? მეტი რა გვინდა აგერ? კარგად ავართ შემომცხდრები ჩვენს გადაფარებულში. ესე ვართ გემრიელად რა. მივულაგოთ მჭადები ჩვენს ყველს. ესე გამოიყურება. შრომის შემდეგ ჩვენი გაკეთებული სუფრა რა. ჭადი, ყველი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი. დაჯექი ჭამე მიირთვი. შეირგე. ოპა. დავაგემოვნოთ ახლა ჩემს მიერ მომზადებული კერძები. პირველ რიგში კარტოშკას დავეწაფები. ყველაფერი გავსინჯოთ. ტყემალი, ეს წეღანდელი როა. გავიტეხოთ პურიც. ნახოთ როგორი გამოგვივიდა კარტოფილი შეშაზე. სხვანაირი გემოაქვს მეგობრებო, რა ვქნა, არ ვაჭარბებ. ძალიან გემრიელია. თან კაი ხარია. ახლა ჭადი გავტეხოთ. თავის ყველთან ერთად. ხაია. ჭადი ძალიან გემრიელია. კობა, მოდი ვჭამოთ, კობა. ჭამოთ საჭმელი, მოდი. მამაჩემი ჩამომიერდება გემრიელად. შემოუსხდებით ამ პატარა სუფრას. თქვენ კი გამოიწერეთ არხი. ვინც ვიდეოს ბოლომდე დარჩით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ბოლომდე უყურეთ. მომავალ შეხვედრამდე ამის შემდეგი ვიდეო აუცილებლად უნდა იყოს გრილის გადაღება, რადგან ძალიან მინდა. კარგად იყავით.